ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. მოგესალმებით, ეს არის სათემო რადიო ქედის ხმა. მე ამ გადაცემის წამყვანი მადონა ფალავანდიშვილი გახლავართ. დღეს ვსაუბრობთ ძალიან კარგ და საინტერესო თემაზე. ეს არის სტარტაპ იდეები. დღეს გადაცემის სტუმარი მყავს მარად ბარამიძე. ძალიან კარგი ადამიანი, ჩემი ბავშვობის კი არა და სტუდენტობის მეგობარიც, ახლობელიც, საინტერესო ადამიანი არის ერთი სიტყვით და მარადის ისტორიას და ზოგადად მის კარიერას რომ ვეცნობოდი, ასეთი პოსტი ვნახე მის Facebook-ზე და ის წერს, როცა ჩემი კარიერა დაიწყო, დავიწყე, არაფერი მქონდა, დენის ფულიც არ მქონდა გადახდილი, ამიტომ ლეპტოპად მიკროტალღურ ღუმელს ვიყენებდი. ღილაკებზე რომ ვაწვებოდი, თავს ვატყუებდი, თითქოს Excel-ში მუშაობდი, პრეზენტაციების გაკეთების ნაცვლად, ღუმელმა საჭმელი გამიფუჭა. კაფეში ინვესტორს ავუხსენი ჩემი იდეა, რომ დაფაზე ვხატავდი PowerPoint-ის სლაიდებს ცარცით. შემდეგ წერს, რომ სტარტაპი დავიწყე მეზობლის Wi-Fi-ის პაროლით და მეზობელი რომ ამ Wi-Fi-ის პაროლს ცვლი და დიდ ტრაგედიად იქცეოდა მისთვის. მოკლედ ძალიან საინტერესო პოსტი გაქვს გამოქვეყნებული Facebook-ზე, თუ როგორ დაიწყე არაფრიდან ყველაფერი. მოგესალმები კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა ამ გადაცემაში მონაწილეობისთვის. აბა გაგვეცანი, ვინ ხარ, რას წარმოადგენ? მოგესალმები მადონა, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის. მივესალმები ჩვენს Facebook მსმენელებს, Facebook მაყურებლებს, რადიო მსმენელებს. ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ როგორც რიგითი ქედელისთვის, ესე ქედის სათემო რადიოში სტუმრად ყოფნა. ამ პოსტს რაც შეეხება, ცოტა გაბუქებულია მანდ რაღაცები, მაგრამ ის რომ მეზობლით Wi-Fi-ს ვიყენებდი, ეგ ამბავი ნამდვილია. იყო პერიოდი, რომ მეზობლის Wi-Fi-ზე ვიჯექი, ესე რომ ვთქვათ. იყო, მაგრამ ეხლა დღეს მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი Wi-Fi ყველა მეზობლისთვის ღიაა და პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე პაროლი არ მიდევს Wi-Fi-ზე. სტარტაპებს რაც შეეხება, მოდი დავიწყოთ იქედან, ქედასთან რა საინტერესო მე გადავიდეთ შენ სტარტაპებზე და ძალიან მნიშვნელოვან იდეებზე. იმიტომ რომ ყველა სტუმარს, ვინც აქამდე მომიწვევია, მეკითხები ქედასთან რა კავშირი გაქვთ, იმიტომ რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქედაა და მე ვითარდებით ჩვენ. აბა გისმენ. რა თქმა უნდა, გეტყვით, ახლა მეც ერთ-ერთი ქედის სოფლის შვილი ვარ. გავიბადე ქედაში, გავიზარდე ქედაში და სკოლა დავამთავრე ქედაში. სულით ხორცი, დედით, მამით, ყოველ მხრივ ქედელი ვარ. ქედელი ვარ. ბანდალოდან გახლავართ ქედსველი, ეს დავაკონკრეტებ. თუ კონკრეტიკა არ იყო საჭირო, არ ვიცი. არ არის პრობლემა, პირიქით. ბანდალოდან ვარ წარმოშობით. მოსახლეობა იამაყებს რაღაცებს ვეტყვით ახლა. ხო, მოდი დავიწყოთ ახლა შენი სტარტაპები. რომლიც კიდე რომ დაიწყო დასაქმების პორტალით, ჯანდაცვის მიმართულებით რომ შექმნით იმით. მოკლედ არჩევანი შენზეა, რომ ესაუბრო, საიდან გაჩნდა იდეა, რომ ეს სტარტაპი შეგექმნა. მოდი მაინც დავიწყოთ თანმიმდევრულად დავიწყოთ, მე მგონი აიმით დავიწყოთ, რა ქვია, დასაქმების პორტალით. ეს იდეა გაჩნდა 2018 წელს. და გაჩნდა პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე. ცოტა უხეში ნათქვამი გამომივა ალბათ ახლა, მაგრამ მუშაობდი ერთ-ერთ დასაქმების სააგენტოში, საკმაოდ წარმატებულში, აჭარის მასშტაბით. და ხედავდი რა პრობლემები იყო შრომის ბაზარზე, ზოგადად ყოველდღიურად. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო ლოკალიზირებული დასაქმების სააგენტო, ანუ ფიზიკური სივრცე იყო და იმ დროისათვის ეს არ იყო ინტერნეტ სივრცეში,
დავინახე პრობლემები შრომის ბაზარზე და ამ პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა, მაშინ NSG იყო, შემდეგ სტარტაპმა განიცადა რებრენდინგი და უკვე 2023 წლიდან არის როგორც Open Jobs-ი. ხო, განვლილი პერიოდის მანძილზე ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ დასაქმებაში, როგორც პირადი კონსულტაციებით, ასევე ვებგვერდის დახმარებით, კომპანიებისგან მიღებული ფიდბექებით თუ ვივარაუდებ დაახლოებით 15,000-მდე ადამიანს დავეხმარეთ დასაქმებაში, ეს იგი როგორც ვებგვერდის, ასევე ჩვენი კონსულტაციებით, ასევე ჩვენს მიერ ორგანიზირებული დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებებით, რომელიც მიმართებოდა ქალაქ თბილისში ძირითადად. და ესე ამ ციფრზეც ეს ციფრიც ასე უბრალოდ მე არ მომიფიქრებია, ეს არის კომპანიებისგან მიღებული უკავშირებით, შემდეგ შეკრებილი, რა თქმა უნდა, უკავშირებით შეკრებილი და ამ ციფრამდე მივედო, ნობით მეუბნები ამ ციფრებს, საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. 15,000 ადამიანი. ეხლა რომ ბაზარსკენ 15,000 ადამიანს სადაც 2019 წლის შემდეგ აი ეს გამიდოდა უბრალოდ. აჰა, კი ბატონო. 2019 წლის შემდეგ. კითხვა მაქვს საქართველოს მასშტაბით. თვალი რომ გადავავლოთ ამ დასაქმების პორტალებს, არის Jobs-ში, HR-Go-ში თუ 1000 გვარი რაღაცები, რითი განსხვავდებით თქვენ მათგან, აი რა კონკურენტული უპირატესობა გაქვთ? კი, კარგი შეკითხვა, Jobs-ის და HR-ის თუ შევხედავთ, მათ აქვთ ძალიან დიდი ისტორია. Jobs-ში ჯერ კიდევ 1999 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მაშინ რომ მე მგონი layout დააყენეს საიტზე, მას შემდეგ ეგ დიზაინი აქვს, მაგრამ Jobs-ში არის შემიძლია თქვა, რომ როგორც მე ერთ-ერთი job პორტალის ხელმძღვანელმა თქვა, რომ Jobs-ში არის ასე ღირსეულად ნომერ პირველი დასაქმების პლატფორმა საქართველოში, მაგრამ არის ის კონკურენტული უპირატესობები, რომელსაც ჩვენ თავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. ეს არის ჩაშენებული თვითონ სისტემაში ჩაშენებული დამატებით ხელსაწყოები, რომელსაც ვერც ამ ეტაპზე ვერც HR-ი და ვერც Jobs-ი ვერ თავაზობს თავის მომხმარებლებს. ეს იქნება სამუშაოს მაძიებელი თუ ეს იქნება დამსაქმებელი. მათთვის მათ პირად პროფილში ძალიან ბევრი ფუნქციონალია, რომელიც კომპანიას მაგალითად გაუადვილებს პერსონალის აყვანის დროს და სიჩქარეს და სამუშაოს მაძიებელს საშუალება ექნება, რომ გაცილებით მარტივად დაუკავშირდეს დამსაქმებელს, მართოს, რა ვიცი, პირადი შეტყობინებით მიმართოს კომპანიას და ერთად დაგეგმონ ეს პორტალიდან გაუცვლათ და სატელეფონო ზარის გარეშე ერთად დაგეგმონ ეს გასაუბრება, შეხვედრის ადგილი დრო, თუნდაც ჩვენი პორტალის დახმარებით აი პირდაპირ გაიარონ ონლაინ გასაუბრება. აი ასევე კომპანია შეუძლია დამატებით ტესტების ტესტი გააკეთებინოს ჩვენი საიტის დახმარებით თუ ეს საჭირო იქნება პოლიციას. ხო, ძალიან მაგარი. ეს ჩვენს კონკურენტებს ასთქვით. ხო, მართლა აი კარგად გაქვთ ნაფიქრი და გააზრებული. კი, ნაფიქრი, მასე გამოდის, ხო. ეხლა მაინტერესებს წარმატების ისტორიები თუ გაქვთ, იმიტომ რომ შენ წამან ახსენე, რომ ფორუმებს ვატარებთ, დასაქმების ფორუმებსო და აი ამ დასაქმების ფორუმებიდან რა შედეგები მიიღეთ? თუ გაქვთ სტატისტიკა, რამდენი დასაქმდა, რამდენ კომპანიას გაუწიეთ ამ მხრივ მომსახურება, თქვენი წყალობით უშუალოდ? კი, წარმატების ისტორია გააჩნია, რითი გავზომავთ ეხლა მოდი ესე რა ვთქვა. თუ გავზომავთ იმით, რომ ჩვენ ადამიანებს ავეხმარეთ, როგორც სამუშაო კი ნამდვილებული დასაქმების ფორმები ქონდა, იმიტომ რომ იყო კომპანიები, ვისთანაც მისასვლელად ფორუმებზე ხალხი რიგში დგებოდა. და აი კომპანიის HR-ი იქნებოდა თუ უბრალოდ წარმომადგენელი,
აი თავის მოსახანი დროც არ ქონდა და ნუ შემდეგ რო ვიღებდით უკავშირს მხოლოდ ის უკავშირი ქონდა რა აკარგები ხართ თითქმის ყველა ავიყვანები ჭირდებოდა ვიღაცებს ველოდები ვიღაცასთან შევათანხმე ვიღაცები იქვე ავიყვანე ფორუმზე ისე ძალიან მომეწონენ და ნუ ამ ხრივ კი ნამდვილად კმაყოფილები ვართ და თავს წარმატებულება ვთვლით გისურვებ წარმატებებს ამ მიმართულებითაც ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ მე ვნახე თქვენი პორტალი და საკმაოდ მოქნილი არის უფრო ბევრ როგორ თქვა ჩაშლილი არის და ბევრ რაღაც თემატიკებს მოიცავს მოკლედ ამ მიმართულებითაც წარმატებები ახლა გადავიდეთ შემდეგ სტარტაპზე ის რომ ფიქრდები იდეების გენერატორი ადამიანი ხარ რომელიც ბევრ რამეს იგონებს და მე სამომავლო გეგმებზეც შეგეკითხები რაიმეს ხომ არ ვირებ კიდე ჩვენ და გასაოცარს და განსაცვიფრებელს ეხლა გადავიდეთ მეორე პლატფორმაზე გამომდინარე იქედან რომ ეს ჯანმრთელობის დაცვა უნიშნელოვანესია და შეიძლება ითქვას მასლოუს პირამიდაზე აი ძირ საფეხურზე დავსვათ ეგ აი ამ პლატფორმაზე რომ ესაუბრო, საიდან მოგივიდა ეს იდეა, იმიტომ რომ საკმაოდ განსხვავებულია და შეიძლება პირველიც, იმიტომ რომ აქამდე მე მაგათად არ მენია. მაგას საინტერესო ისა кейსი გადავხდა მე პირადად. სადღაც 2023 წლის დეკემბერში, არ ვიცი გავცივდი, არ ვიცი რა იყო. ისე გავცივდი, რომ აი 20-24-ის ივნისამდე გაცილებული ვიყავი ესე რომ ვთქვა გრიპიანი. და მეთქი მოდი ახლა ნუ პირადმა გამოცდილება მიბიძგა რომ მოდი შევქმნი ისეთ ხელსაწყოს რომელიც ადამიანებს ძალიან მარტივად დააკავშირებს ექიმებთან. იქნება ეს ექიმი, იქნება ეს კლინიკა და მინდოდა ამ ექიმების, ვფიქრობდი და მუშაობთ ამ ექიმების და კლინიკების გაერთიანებაზე ერთ პორტალში. მაგრამ გარდა ამისა, ნუ ეხლა რო ვთქვათ რა შეიძლება მაგალითად რიგით მოქალაქეს, ვისაც რაღაც აწუხებს. და ეს მაგალითად, მოდით ჩვენ მაგალითად ვსაუბროთ. მე მაწუხებს ალერგია მტვერზე, მცენარეებზე, რა შემიძლია გავაკეთოთ თქვენი პორტალით? კი, ამ ეტაპზე შეგიძლიათ გააკეთოთ ჯავშანი, ან მოითხოვოთ კონსულტაცია, ონლაინ კონსულტაცია. ჩვენ წარმოადგენელი დაგიკავშირდებათ, სადაც მიუთითეთ რა გაწუხებთ. ჩვენ წარმოადგენელი დაგიკავშირდებათ, სადაც 2 წუთში, 2 წუთი შემდეგ, 2 წუთიანი კონსულტაციის შემდეგ, რაც გაიგებს თუ რა გაწუხებთ, ესე უფრო დეტალურად, შემდეგ უკვე გადაგამისამართებთ საჭირო ექიმთან. თუ მაგალითად ეხლა ნახეთ საინტერესო რაღაც იწყება. თუ მაგალითად ის სპეციალისტი, ვინც თქვენ გესაჭიროებათ, არ არის საქართველოში, არ არის ქართველი, მოდი ესე რომ ვთქვათ, და არის ვიღაც ფრანგი და თქვენ ფრანგული არ იცით. ასეთ შემთხვევაში თქვენ როცა დაგენიშნებათ ონლაინ კონსულტაცია ექიმთან, ჩვენი პორტალი და შაშენებული ინსტრუმენტების საშუალებას იძლევა რომ 85 ენაზე ელაპარაკოთ მეორე მხარეს, ანუ ექიმს. და ლაივ რეჟიმში, რა თქმა უნდა, თქვენ ახლა ქართულად ელაპარაკებით, ის მაგალითად ფრანგულად, თქვენ მის ნაამბობს იგებთ ქართულ ენაზე და ის კიდევ იგებს ფრანგულ ენაზე, ამ ყველაფერს. ზოგადად სწორად თარგმნის. უბრალოდ საქართველოში და ზოგადად ყველგან არის ის, რომ მაგალითად ჩვენთან აჭარაში სხვანაირი დიალექტი გვაქვს, სამეგრელოში სხვანაირად საუბრობენ, აი თბილისში სხვანაირად საუბრობენ, კახეთში სულ სხვანაირად საუბრობენ და ნუ ამ ეტაპზე ეს არის რაღაცნაირი გამოწვევა, რომ გააგებინოთ რა მეორე რაღაცა. ჩარევით ხდება, როგორც მივხვდი. კი, ხელოვნური ინტელექტის ხო, და კიდევ დამატებით ახლა მინდა კიდევ დამატებით მინდა სამეცნიერო ტურიზმის 1-2 სიტყვა თქვა, როდესაც აი კლინიკები იქნება ჩვენ საიტზე უკვე როცა გამოჩნდება, მარტივად შეიძლება
პაციენტს რომ აი დაგეგმოს სამედიცინო ტური მაგალითად ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, ну ამ შემთხვევაში ну ძირითადად ხალხი მაინც თურქეთში მიდის და მოდი თურქეთზე ვისაუბროთ. ძალიან მარტივად შეიძლება რომ დაგეგმოს სამედიცინო ტური თურქეთში ჩვენი საიტის დახმარებით, სადაც ბილეთის გაწევნა, ჩასვლა, ჩამოსვლა, ყველაფერი იქნება ნაწილ დეტალურად დაწერილი. ну ინსტრუქცია იქნება, რომელთაც უნდა მიყვეს. მესმის ახლა რა ფიქრობთ ახლა რა სარგებელი შეიძლება მიცეს ამან პაციენტს. ადამიანი რომელიც გასაჭირშია პირველ რიგში ის იგებს დროს, ის ზოგავს ფინანსებს, მესმის რომ არიან აქ ძალიან კარგი სამედიცინო ტურ ოპერატორები, რომელიც ამ საქმეს ემსახურება, მაგრამ ამ შემთხვევაში მას პაციენტს უკვე აღარ უწევს სამედიცინო ტურ ოპერატორთან ურთიერთობა და უშუალოდ ჩვენი საიტის დახმარებით გადის ამ მთლიან პროცედურას. რაც შეეხება თარჯიმანს, ну ხო, საიცი ყველაფერი უკვე რა დაწერილი გაქვს, რა უნდა გააკეთო და თან, როდესაც მოყვება აპლიკაცია, ესე რომ ვთქვათ, რომელიც შენს ნალაპარაკებს უთარგმნის ვიღაცა და გითარგმნის და თან გაქვს ეს ინსტრუმენტი. ძალიან ბევრ ფინანსებს ზოგავს ის ადამიანი, ვისაც იმ მომენტში რეალურად ჭირდება ფინანსები. ხო, ამ ფინანსების მიმართულებით ვიდრე ვთქვათ თარგმნაზე და სხვა ადამიანურ რესურსებზე მესმის აბსოლუტურად. ხო, ერთი იდეები გაქვს და მესმის ამ განხორციელებას შეუდექი და ასე შემდეგ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ადამიანური რესურსები ამ როგორ ვთქვა, იდეის განხორციელებაში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ვინები მონაწილეობდით და ხომ არ იყო ამ მხრივ რაღაცა კრიზისი, კომპეტენციის მქონე ადამიანების პოვნის და ერთად გუნდის შეკვრის და მუშაობის, აი ამაზე რომ ესაუბრო. როგორც პროგრამისტების მიმართულებით პოვნა არ გაგვიჭირდა და არ იყო წნელი, იმიტომ რომ დაველაპარაკე, აუხსენი, მოვუყევი სანდო ადამიანებს, ამეთმა კიდე როცა გაიგეს, ოკეი. კარგია, მოდი გავაკეთოთ. დააგენერირონ ესე იგი, ხო, მერე? ხო, აი უკვე როდესაც საქმე მიდგა უშუალოდ იმ სპეციალისტებზე, ვინც უნდა დარეგისტრირდეს ამ საიტზე, ვინც უნდა გაუწიოს მოსახურე, მაგალითად პაციენტს. ხო, აი და ვინც ეს და კიდევ დამატებით გუნდში გჭირდება უშუალოდ ამ მიმართულებით სპეციალისტები. აი ცოტა მანდ იყო რთული მათი დარწმუნება. რომ ეს რაღაც ვაკეთებთ და რთული განა იმიტომ რომ მათ არ უნდათ და არ აინტერესებდათ. უბრალოდ მათი დრო იყო, დროში არიან შეზღუდულები. ეხლა ვინც სამედიცინო მიმართულების გუნდში არის, ზოგი მოქმედი კლინიკის დირექტორია, ზოგი დირექტორის მოადგილე და ნუ ეს ადამიანები ძირითადად დრო მათი დროის აი ეს დრო რო გამონახონ შემთხვევით ცოტა რთულია, მაგრამ რაღაცაა დავლაგდით. ეს იყო თავიდან გამოწვევა. ამ ეტაპზე გამოწვევები ნამდვილად არ გვაქვს ჯერ და ნახოთ მომავალში რა იქნება. მომავალში მჯერა რომ ყველაფერი გაიშვება და უფრო დიდი გუნდი შეიკრიბება თქვენს გარშემო ექიმების და ძალიან ისეთი გამოცდილი კადრების თვალსაზრისით. სამომავლო გეგმები რა გაქვთ? ნუ სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, გვაქვს. ისე როგორ შეიძლება გაგიმხებთ, არა პრობლემა. ექსკლუზიურად არის თუ გამხელილი გაქვს? აი ეს არის ეხლა ეს არის ექსკლუზივი. ექსკლუზიური, კარგი. ყოველთვის მაინტერესებს რომ ვიყო ჟურნალისტები რომ ამბობდნენ, აი ექსკლუზიური ინფორმაციას და მეც ვამბობ ჩემს გადაცემაში რომ აბა გისმენთ. ჩვენ ეხლა ამ ეტაპზე ვმუშაობთ და უკვე ვტესტავთ. ჩვენი ექიმები ტესტავენ. პირად AI ასისტენტებზე. ყველა ექიმს, თითოეულ ექიმს ეყოლება თავისი
მეყოლება რა ექნება ალბათ უფრო ეს იქნება სწორი პირადი AI ასისტენტი აჰა ხო ნუ სულიერი არ არის ამიტომ ექნებათ ალბათ უფრო სწორია და ექნება თავის პირადი AI ასისტენტი და ეს არის ექსკლუზივი დანარჩენს უკვე მე დროთა განმავლობაში გამოჩნდება რამდენად სწორად გავაკეთეთ ეს ინსტრუმენტი. ჯერ რომ სწორად გამოვა, საწყისი ნაბიჯები სწორად გაქვთ აღებული და თქვენი სტატისტიკიდან გამომდინარე, მომართვიანობიდან გამომდინარე, რაღაცა კარგი გეზი გაქვთ აღებული. წარმატებებს გისურვებთ ამ მიმართულებას. მოკლედ, ჩვენ იმდენი ხანი არ გვისაუბრია ასეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე, შენი ცხოვრება თქვა იქეთ წავიდე ჩემი აქეთ და საერთო საუბრები არ გქონია, თორემ აქამდე შეგვეძლო რომ გვესაუბრე და უფრო ბევრი რაღაცები გამეგო, მაგრამ იხარია რომ რადიოს საშუალებით მომეცა ამის საშუალება მე პირადად და ქედელებსაც რომ ასეთ ჩვენ ღირსეულ ქედელს ვაცნობ საინტერესო იდეებით. ბოლოს ნახე ხო, აბა ამაზე მომიყენება. ხო, ყველა ძალიან მაგარია და რომელიმე გამომრჩეს და მინდა შენ მესაუბრო. აბა აქ რა ხდება რა? კეთყვი. აი ეგ არის ჩემი მეგობრის ლუკა დუმბაძის ასე ვთქვათ იმის იდეა თავიდან ბოლომდე მოვიკითხავ ლუკას ვიცი მოისმენს ამ გადაცემას აუცილებლად და ლუკა მოგკითხვა Ghost Kitchen ეს არის ხო ნუ Ghost Kitchen არის პლატფორმა რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს კონდეს თავისი ციფრული რესტორანი და სამზარეულოს მოსახურებას უშუალოდ ჩვენი Ghost Kitchen-ი გაუწევს ამას მაგალითად ეხლა რისთვის არის შექმნილი ეს მე დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერს თუნდაც კითხე ალბათ ეს სამზარეულო სფეროში ვინც არის ან ისე უბრალოდ ვინც არ არის უბრალოდ თუ უნდა გქონდეს თავისი რესტორანი რომ გქონდეს და ნუ იქიდან 70% მიიღებ დადებით პასუხს და ნუ მაგრამ ამას მე შემდეგ მოყვება იქ ის გინდა რა ქვია ფართი გინდა პერსონალი გინდა რა ვიცი სამბეულე მე გინდა ხო, რომელსაც შეიძლება ვერ გაწყვე ესე უბრალოდ. ამ პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა Ghost Kitchen-ი, ნებისმიერ სურვილს შეუძლია დარეგისტრირდე ჩვენთან. ჯერ სატესტოდ მუშაობთ, თორემ უნდა დამწინო, ჯერ ნუ რაოდენობა ამ ეტაპში შეზღუდული იყო. დარეგისტრირდები ჩვენთან. შეადგენთ საკუთარ მენიუს, მაგალითად რა მიმართულებით გინდა იმუშაო ჰამბურგერების მიმართულებით, აზიური სამზარეულო, ევროპული სამზარეულო. რა კერძები გინდა რომ გქონდეს შენს რესტორანში? ხო. კი, რა კერძები გინდა რომ გქონდეს შენ ციფრულ რესტორანში? ნუ ამაზე როცა შევთანხმდებით უკვე საკუთარ თავზე ჩვენ ვიღებთ ამ კერძების მომზადებას შენივე რეცეპტების მიხედვით და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სამზარეულო ხასპის სტანდარტებს იცავს კი ბატონო. კომიცია ყველაფერი განსაკუთრებით სტანდარტებს იცავს. აი თვითონ მას კაფე ქონდა და აი გამოცდილი ამ მიმართულებით ყველაფერი მე უფრო ტექნიკურ ნაწილში ვარ აქ, მაგრამ მეც ხომ ვიცი. აი მასპის სტანდარტებით არის ყველაფერი მოწყობილი და ოკეი, ხუთი რა თქმა უნდა შეგიძლია ჩვენს მეგობრებს მოუყვერო, შენიცი რა ციფრული რესტორანი გაქვს, შეგიძლია გლოვოზე გაიტანო საკუთარი რესტორანი, შეგიძლია ვოლტზე გაიტანო. ეს რეკლამაში ხო არ მეხლება? არა. მე რეკლამაში მეხლება. ხო, შეგიძლია საკუთარი ციფრული რესტორანი, ონლაინ საკურიერო მომსახურებები. ეს ხო, შეგიძლია შემდეგ შენი საკუთარი ციფრული რესტორანი დაამატო ონლაინ საკურიერო მომსახურებებში. და მაიცად შესაძლებელია სარგვის გამოძახება. და გაყიდო პროდუქტები. ძალიან მარტივად. პროდუქტის შეძენას აი რომ ყველაფერი ახალი იყოს, ამ ყველაფერს შენახვას, დაფასვებას, გამზადებას საერთოდ ყველაფერს ჩვენ უზრუნველყოფთ. თავიდან ბოლომდე ესე ვთქვათ. იქნება საკუთარი ციფრული რესტორანი.
რესტორანი გექნება ციფრულად, ვირტუალურად, აღარც ზეთის ცხიმები შეგაწუხებს და აღარც არაფერი, გათავისუფლებული იქნები ამისგან, ვინც ამ მომსახურებას მიიღებს. ძალიან საინტერესოა. ცოტა არ იყოს დაუჭირებელი ამბებს. რესტორანი ვირტუალურია. ავტომატურად როგორ არის? რესტორანი ვირტუალურია, მაგრამ ის კერძები, რასაც უკვე თავენ, ის უკვე რეალური და ნამდვილია. რეალურ სივრცეში მკეთდება, კი ბატონო. ხო, საინტერესო საუბრები გამოგვივიდა. მართლა აღმოჩენა ჩემთვის ეს სამივე პლატფორმა. დარწმუნებული ვარ, აქამდე ალბათ ჩემს მსმენელებს არც ჰქონდათ ინფორმაცია და ჩემი რადიო დაეხმარებათ ამ პლატფორმების გამოყენებაში, ზოგადად ინფორმაციის მიღებაში. ამ რადიოს შემდეგ დავურთავთ აუცილებლად ლინკებს, რომ კედელებსაც ჰქონდეთ ინფორმაცია ამ ყველაფერზე. წარმატებებს გისურვებ. მადლობა კიდევ ერთხელ, ვიცი როგორ დაძაბული და ესეთი გადატვირთული რეჟიმი გაქვთ ამ ასეთი სტარტაპების პატრონებს განსაკუთრებით. მიხარია რომ ასეთი იდეების პატრონები ხართ. კარგ საქმეებს აკეთებთ მოკლედ რა და წარმატებები. ჯერა რომ კიდე რომ რაღაცებს გამოიგონებთ, სტარტაპები იქნებთ, კიდე სხვა თემების მიმართულებით თუ სხვა ისეთ საკითხებზე, რაც რის საჭიროებასაც დაინახავთ, ჩემი რადიო ამისთვის მზად იქნება, რომ ეთერი დაგითმოთ. მადლობა და დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა მოწვევისათვის ქალბატონებონა. და წარმატებას გისურვებთ მომავალში. და მინდა რომ ბევრი წარმატებული კედელი ვიხილო თქვენს გადაცემაში. მადლობა, მეც დავემშვიდობები ჩემს რადიო მსმენელებს მომავალ გადაცემამდე.